მსოფლიო დღეს წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა თბილისში, მოიწყო წიგნის ბაზრობა და საქველმოქმედო აქციები. სიმბოლური ფლეშმობი სტუდენტებმა ჭავჭავაძის გამზირზე წიგნის დღეს დაუკავშირეს. წიგნის საერთაშორისო დღე, რომელიც იუნესკოს ეგიდით დაარსდა, საქართველოში მე-11 წელია აღინიშნება. დღეს თბილისში ტრადიციულად წიგნების ბაზრობაც მოეწყო. ძირითადი სლოგანი ასევე ამ დღის არის წლევანდელი დღის, არის აჩუქე წიგნი, რადგან გვინდა რომ რაღაცა უფრო შემოვიდეს ეს კულტურა, რომ ერთმანეთს წიგნები ვაჩუქოთ, ჩვენც მეტი ვიკითხოთ. რუსაველის თეატრში წიგნები 10-ზე მეტმა გამომცემლობამ გამოფინა. მსოფლიო კლასიკისა და თანამედროვე მწერლების ნაწარმოებები, სამეცნიერო და საბავშვო წიგნები. თეატრის ფოიეში დღის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი. მსოფლიოში აღინიშნება წიგნის საერთაშორისო დღე, რა თქმა უნდა, სანტა ესპერანსაც უერთდება ამ დღეს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის მოხდეს წიგნის პოპულარიზაცია საზოგადოებაში, მოვიდნენ ადამიანები, შეიძინონ წიგნები, შეიყვარონ წიგნის კითხვა. მგონია რომ ეს არის ჩვენი სიმდიდრე. და ჩვენ ძალიან ამაყად ხელსავსედ წავდგებით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს წიგნის მაღაზია ლიგამოში ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე საქართველოდან წარსადგენი კანდიდატები გამოვლინდნენ. ეროვნული ბიბლიოთეკის ჟიურიმ 2 კანდიდატი მწერალი თამარ ფხაკაძე და სოფიო კინწურაშვილი დაასახელა. საბავშვო მწერლის სახელობის ჯილდო ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, მიხარია რა თქმა უნდა და რას ნიშნავს ასტრიდ ლინდგრენთან რაღაცნაირად პატარა დაკავშირებას ნიშნავს ეს ჩემთვის. მართალი რომ გითხოთ, ნამდვილად არ ველოდებოდი. ძალიან დიდი რამ არის, ვინც მუშაობს საბავშვო წიგნზე. დიდი სტიმულია ყველა მხატვრისთვის და ყველა მწერლისთვის. მსგავსი ტიპის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მithumetes მაშინ, როდესაც საქართველოს არის 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სიმბოლური მასპინძელი. წიგნის დღესთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა. მოხეტიალე წიგნების დატოვება ან წაღება ლიგამოსის ვერანდაზე ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ილიას უნივერსიტეტმა მაღალმთიანი რეგიონებისთვის წიგნების შეგროვების აქციაც მოაწყო. მაღალმთიან რეგიონებში გვინდა რომ გავუშვათ წიგნები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში დგას 2 დიდი ყუთი, რომელშიც საინტერესო წიგნებს ვაგროვებთ. წიგნისა და საავტორო უფლებების დღესთან ერთად მსოფლიო უილიამ შექსპირის 450 წლის იუბილესაც აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ილიას უნივერსიტეტში გამოფენა გაიმართა.